მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო ადამიანზე, უკრაინელ ჰალკზე. 32 წლის უკრაინელი ბოდიბილდერი და ყოფილი ჩემპიონი მკლავჭიდში, დენის კიპლენკოვი. ცნობილი არაა მხოლოდ მისი წარმოუდგენელი ძალის წყალობით, არამედ იმითაც, რომ მას აქვს უზარმაზარი ხელები და უცნაურად განვითარებული ტანი, რის გამოც იგი რეალურ ჰალკთან ასოცირდება. კიპლენკოვი დაიბადა კრივოი როგში, უკრაინაში, სადაც ბავშვობაში და თინეიჯერობის წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. თავდაპირველად იგი ვარჯიშობდა ძლეოსნობაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შემდეგ მისი უზარმაზარი ზალა და პოტენციალი არ დარჩა შეუმჩნეველი და მან დაიწყო მკლავჭიდზე ვარჯიში. 2010 და 2011 წლებში მან მოიგო ნემიროვ World Cup-ი, რომელიც მკლავჭიდში უმსხვილეს საერთაშორისო ტურნირად ითვლება. კიპლენკოვს ეკუთვნის ყველაზე დიდი ბიცეპსის რეკორდი. მისი ბიცეპსის გარშემოწერილობა 64 სანტიმეტრია. მას ასევე ეკუთვნის ყველაზე ძლიერი კაცის ტიტული, მხოლოდ რუსეთში. ამ ადამიანის მაჯის ზომა კი 24 სანტიმეტრს აღწევს. მის სხეულს შთამბეჭდაობას მისი დიდი ზომები აღწევს. კიპლენკოვის ნეკათითი ჩვეულებრივ ადამიანის ცერათიძე ორჯერ უფრო სქელია. მას თავისი გიგანტური ხელები და მკლავების გამო ხშირად ადარებენ ჰალკს. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება მისი წარმატებული კარიერა მკლავჭიდში. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დენის კიპლენკოვის ფოტოებს ნახულობენ, მას ფოტოშოპის ქმნილებად მიიჩნევენ, მაგრამ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს ადამიანი საკუთარი უჩვეულო აღნაგობით რეალურად არსებობს. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.